საფიუ მე ზუმსო სული ჩამდგმელო ხარეო შენი ვარ შენთვის მოგდები შენზე მგლოვიარეო გამზირა ნუცოცხალ ზეკალთა დამაფარეო და რომ მოგდები გახსოვდეს ანდერდი დავიმარეო დედაშვილობამ ბევრსახო შენს მიზას მაბარეო საფიუს მე ზუმსო შემოთავსოვი სწორედ სამხრეთ კავკასია წარმოადგენს ქართველი ხალხის სამშობლოსაც და უძველეს სამშობლოსაც. აკადემიკოსი ბორის კუპტინი. მტკვარ არაქსის კულტურის აღმოჩენისა და შესწავლის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის ცნობილ მეცნიერს ბორის კუპტინს. კუპტინმა ბრწყინვალე არქეოლოგიური გათხრებით დაასაბუთა, რომ ქართველები კავკასიის ძირძველი მოსახლეობაა და არსაიდან არ მოსულან. მტკვარ არაქსის კულტურის ერთ-ერთი მძლავრი კერაა ქვემო ქართლი, ტაშირი თურთ. ლორე ტაშირი. სიყვარულით გლოცავთ. დღეს შევეხებით ლორეს და ტაშირს. ლორე და ტაშირი არის საქართველოს ისტორიული მხარე, მდებარეობს ქართლის სამხრეთ ნაწილში, ყოველთვის შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. ხოლო ბოლშევიკების დროს ის გადაეცა სომხეთს, რადგანაც ძალზე ესაჭიროებოდათ მაშინ მათ მიწა წყალი, როგორც თვითონ ამბობდნენ, როგორც საჩუქარი, ესე მიიღეს ხელისუფლებისაგან, საქართველოსაგან. რადგანაც ეს იყო ყოველთვის ქართული ხალხის მიწა-წყალი და ქართველები დასახლებული, იქ არის უამრავი ქართული კულტურის ცენტრი, უამრავი რელიგიური ცენტრი. ქართლის ცხოვრების ცნობით, ქვემო ქართლი იყო ქართველთა ბიბლიური წინაპრის, ქართლოსის სამკვიდრებელი. ქართლოსმა თარგამოსისგან მემკვიდრეობით მიიღო ქვეყანა, ხუნანიდგან ვიდრე ზღვამდე სპერისა. ქართლოსმა აღაშენა ციხე ორბისა, რომელსაც აწ ჰქვიან სამშვილდე და კვალად აღაშენა მტვერის ციხე, რომელსაც აწ ჰქვიან ხუნანი. ხუნანი დღეს აზერბაიჯანშია, ხუნანის მიმართულებით მდებარეობს ლორე და ტაშირი. ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც უძველესი მატიანის უწყებით იცის თავისი ბიბლიური წინაპრის, ერის მამამთავრის, ქართლოსის საფლავი. ეს ფაქტი საამაყოა. გათხრების შემდეგ ამ მთაზე აღმოჩნდა პოსტამენტი, სადაც უნდა მდგარიყო ფარნავაზის კერპი. ისტორია მოგვითხრობს, რომ სწორედ იმ ადგილის წინ დამარხეს ქართლოსი. ეს ადგილია მთის წვერზე, იქ სადაც არის აღმოჩენილი პოსტამენტი, სადაც იდგა ეს კერპი. ჩვენი დიდი წინაპრები, ქართლოსი და მცხეთოსი, ყოფილან ჭეშმარიტი ერთი ღმერთის მაღიარებელი. უძველეს ქართულ ქრონიკებზე დაყრდნობით, გიორგი მთაწმინდელი გვაუწყებს, რომ ქართლოსი და მისი შთამომავალნი მეტყველებდნენ იბერიულად, ანუ ქართულად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მტკვარ არაქსის კულტურის ერთ-ერთი მძლავრი კერა არის ქვემო ქართლი. სწორედ ქვემო ქართლში აღმოაჩინეს მსოფლიოში უძველესი 8000 წლის ქვევრი. თბილისთან ახლოს ხრამის დიდგორაზია ნაპოვნი. ამაზე ძველი ქვევრი ჯერჯერობით მსოფლიოში არ არის აღმოჩენილი. ქართველებს უძველესი ცივილიზაციის ერს საკუთარი დამწერლობაც უძველესი დროიდანვე აქვთ. მსოფლიო დამწერლობის ისტორიაში კოლხური ოქრო დამწერლობა ფესტოსის დისკოს სახით არის პირველი ნაბეჭდი დოკუმენტი, რომელსაც ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასაწყისში ანალოგი არ ეძებნება, აღნიშნავს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცნიერი გია კვაშილავა. არსებობს ქართული ანბანის სამი სახეობა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ასომთავრული უძველესია. ქართული დამწერლობის წინარე ქრისტიანულის წარმომავლობა დასტურდება ნეკრესის ნაქალაქარის წარწერებით. ეს უძველესი ქართული წარწერები აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე-მეორე და ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მეოთხე საუკუნეებით დაათარიღა. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში არმაზის საპიტიახშო სამარხში აღმოაჩინეს დიდი ზომის ვერცხლისფერი ლანგარი. ლანგრის ფსკერზე ამოკვეთილია წარწერები ქართულ და ბერძნულ ენებზე.
მე მეფემან ფლავიოს დადესმა გიწყალობე ეს ლანგარი ბერცუმ პიტიახსა. ქართული ასომთავრული წარწერა კი ამოკვეთილია ლანგრის ფსკერის შუაგულში. ინიციალები იხსნება ასეთნაირად: ბერცუმ პიტიახში ქარძამის ძე. ქართულ მატიანეებში დასახელებული ქარძამი არის სრულიად იბერიის მეფე. ცხოვრობდა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. მისი თანამმართველი იყო ბერცუმა არმაზელი პიტიახში. საქართველო ეს არის რჩეული ქვეყანა. 26 საუკუნის წინ საქართველოში როცა ჩამოვიდნენ ებრაელები, მათ ჩამოიტანეს ორი უდიდესი საუნჯე. სარწმუნოება ერთი ღმერთისა, ხალენი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა. საქართველოში იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. არსად მსოფლიოში არ უქადაგია იმდენ მოციქულს, რამდენმაც იქადაგა ღვთისმშობლის წილხვედრს საქართველოში. უფლის 12 მოციქულიდან საქართველოში იქადაგა 6-მა: ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, მატათამ, ბართლომემ, თომამ და თადეოზმა. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით ფილიპე მოციქულმაც, ხოლო 70 მოციქულთაგან ხრისომ. მეფე მირიანის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდანვე ქართლში საეკლესიო ღვთისმსახურების ენა ქართულია. პეტრე იბერი ქართველი უფლისწული 3 წლის სასაკიდან სწავლობდა წმინდა წერილს მშობლიურ ენაზე. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ წმინდა წერილი ქართულად უკვე ნათარგმნი იყო მე-4 საუკუნეში. ალბათ დადგა დრო ჩვენს ლიტერატურის მცოდნეობაში გააქტუალურდეს კულტურისა და მწერლობის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიც არის ქართული ქრისტიანული წერილობითი სიტყვიერების დასაწყისი. აღნიშნული პრობლემა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გადაჭრა პროფესორმა რევაზ სირაძემ ბრწყინვალე მონოგრაფიაში წმინდა ნინოს ცხოვრება და დასაწყისი ქართული აგიოგრაფიისა. ბატონმა რეზომ დაასკვნა, რომ ძველი ქართული მწერლობა იწყება მე-4 საუკუნის მეორე ნახევრის წმინდა ნინოს ცხოვრებით და არა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი იაკობ ხუცესის შუშანიკის წამებით. რევაზ სირაძის ეს სამეცნიერო კონცეფცია იყო საუკუნის მიგნება ქართულ ფილოლოგიაში და მან იმთავითვე მოიპოვა აღიარება. მე-4-მე-5 საუკუნეებისა ვირჯილიო კორბოს მიერ ბეთლემის მახლობლად პეტრე იბერისა და იოანე ლაზის მიერ დაარსებულ ლაზთა მონასტერში აღმოჩენილი ქართული წარწერები. მე-5 საუკუნისა ჯონ ზელიგმანის მიერ იერუსალიმის მახლობლად ლეისონის ქართულ მონასტერში აღმოჩენილი ქართული ასომთავრული წარწერა. მე-4 საუკუნისა ნაზარეთში აღმოჩენილი ქართული გრაფიტები. ბელარმინო ბაგატი გააკეთა საბოლოო დასკვნა, რომ მან იპოვა და მიაგნო უძველესი ქართული დამწერლობის ნიმუშებს ყველაზე ძველს წმინდა მიწაზე არსებულ ქართულ წარწერათა შორის. დავათის სტელაზე გამოსახული მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები აღამაღლებენ უძველეს ქართულ ასომთავრულ ანბანს. ასეთი იკონოგრაფიული თემა იშვიათია. მას ქრისტიანულ სამყაროში ანალოგი არ ეძებნება. უნებლიეთ გვახსენდება უწმინდესისა და უნეტარესის საოცარი სიტყვები. ქართული ენის სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. ცხადია იგულისხმება არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული დამწერლობაც. სწორედ ქვემო ქართლში ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერა პროფესორმა რამაზ პატარიძემ დაათარიღა მე-4 საუკუნით. ესე იგი, რაშია საქმე 357 წელს როცა დასრულდა და შესრულდა ეს ბოლნისის სამშენებლო წარწერა, მისი ამშენებელი იყო უფალთუფალი პეროზე ქვემო ქართლის გამგებელი
სიძე მირიან მეფისა, ქართველთა მეფისა. ერთადერთი ქურუმთა ამბანი არსებობს, ეს არის ქართული, ერთადერთი სრულყოფილი ამბანური დამწერლობა არსებობს, ეს არის ქართული. ამის მოსპობა უნდათ, არ გამოვა. ქვემო ქართლში სომხური მოსახლეობის შემოსვლა წერილობითი წყაროებით ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან იწყება. ანტიკური ეპოქის დიდი ისტორიკოსი და გეოგრაფი სახელგანთქმული სტრაბონი წერს: არმენიის პატარა ქვეყანა გაფართოვდა არტაქსიასა და ზარიადრას ომების შემდეგ. ჩამოაჭრეს რა ირგვლივ მცხოვრებ ხალხებს ოლქები. კერძოდ, იბერიებისგან მიიტაცეს პირიადრეს მთისწინეთი, ხორძენე და გოგარენე, რომელიც მტკვრის მეორე მხარესაა. სტრაბონი მეორე პირველი საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც სომხეთი გაძლიერდა პონტოს სამეფოსთან ერთად, მაშინ ჩამოგვაჭრეს ეს ტერიტორია. მერე დავიბრუნეთ ისევ ჩვენ. იყო საქართველოს შემადგენლობაში. უძველესი დროიდან ამას ეწოდებოდა სომხურ წყაროებში გუგარქი, ბერძნულში გოგარენე. სხვადასხვა სომხები ამ ტერიტორიას ქვემო ქართლს სამშვილდის ვრაც დაშტსაც უწოდებდნენ, ანუ ვრაც დაშტს ნიშნავს ქართველთა ველს. გოგარქის ხარი იყო ძალზე ვრცელი, ანუ გოგარენა, ანუ ქართველების ქვეყანა და ეს ვრცელდებოდა ვიდრე ტაომდე, თბილისიდან ვიდრე ტაომდე. სწორედ მისი ნაწილი არის ლორე და ტაშირი. ლორე ტაშირის არაერთი ქართული ეკლესია დღეს სომხეთის საზღვრებშია მოქცეული. არა და ქვემო ქართლი ტაშირით ურთ ძირძველი ქართული მიწაა. იგი იყო ქართულთა ბიბლიური წინაპრის ქართლოსის სამემკვიდრო მამული. აქ დაირწა ქართის კულტურის აკვანი. ახტალა მე-12-13 საუკუნეებში საქართველოს სამეფოს ფარგლებში გაერთიანდა მთელი სამხრეთ კავკასია. სწორედ მაშინ აშენდა ლორე ტაშირში ისეთი დიდი მონასტრები, როგორიცაა ახტალა და ქობაირი. აიგო აქორის, თეჟაირუქის, კირანცის და სხვა მრავალი ეკლესია. შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი ახტალა მდებარეობს დაბა ახტალის მახლობლად, დებედეს ხეობაში. ახტალა ანისის ქართული ეკლესიის შემდეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქალკედონური ცენტრი. მთავარი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელზე ააგო ივანე მხარგრძელმა მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში. აგარაკი ერქვა ახტალას, ლორეკი ოდესღაც იყო ქართული ოლქი. მე-20 საუკუნეში წიროლეცა იყო ქართულ ენაზე, დიდი სამეტროპოლიტო იყო. და როცა აღდგა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია, შექმნა ახტალა პენტელათარის ეპარქია. ანუ დღევანდელი წალკის რაიონი, დღევანდელი დმანისის რაიონი, ბოლნისის რაიონი და დღევანდელი ლორეს ოლქი მთლიანად შედიოდა ქართული ეპისკოპოსის იურისდიქციაში. მაგრამ რადგანაც შემდგომ ეს მეწაწყალი გადაეცა სომხეთის კომუნისტურ რესპუბლიკას, ამიტომაც ბოლშევიკური აგრესიის გამო გაუქმებული იქნა ქართული ეკლესია. დიდხანს იყო უმოქმედოდ ეს ეკლესია. მე-12-13 საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ძეგლთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ახტალის, ბეთანიის, ბერთუბნის, ტიმოთესუბნის, ვარძიის, ოზაანისა და ყინწვისის ტაძრების მოხატულობა. მართლაც საოცარი დახვეწილობით, სინატიფითა და ღრმა სულიერებით გამოირჩევა ტაძრის დასავლეთ კედელზე გამოსახული ქართველი წმინდანები: იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, ევაგრე, ილარიონ ქართველი, ევთიმე და გიორგი მთაწმინდელები. სამხრეთ-დასავლეთ ბურჯზე გამოსახულია ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. ანისის ქართულმა ეკლესიამაც შემოგვინახა წმინდა ნინოს გამოსახულება. ოღონდ ანისის ფრესკაზე ასახულია წმინდა ნინოს ლოცვით ანგელოზების მიერ ცხოველმყოფელი სვეტის სასწაულებრივი აღმართვა. ანისის დიდი ქართული ტაძარი 1215 წელს ააგო ტიგრან ჰონენცმა წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელზე. ღვთის შეუცნობელი განგებულებით, სწორედ ამ ტაძარმა შემოგვინახა მცხეთაში მომხდარი სვეტი ცხოვლის სასწაულის სამსახველი უძველესი კედლის მხატვრობა. ეს ფაქტი საგულისხმოა. ეს ფრესკული გამოხატულება სვეტი ცხოვლისა, ანუ წმინდა ნინოს არის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი. ჩვენ ვართ ესე იგი ფაქტის წინაშე, რომ ეს არის დიდება და მშვენება ქართული კულტურისა, საქართველოსი, ქართული ერისა და ქართული ეკლესიისა. ამიტომ უნდა მეკცეს ამ ეკლესიას ძალზე დიდი ყურადღება.
ახტალის მონასტერსა და მის შემოგარენში გამოვლენილია არაერთი ქართული ლაპიდარული წარწერა. ტაძრის ფასადები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. უამრავი წარწერები იყო ქართულიო, ექვთიმე თაღაიშვილი წერს და უკანასკნელ ხანს ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ეს წარწერები განადგურდაო წერს. როცა ერეკლე მეფე გაძლიერდა და გააძლიერა ქართლ-კახეთის სამეფო, მას დაჭირდა რა ზარბაზნები მუდმივი ჯარის შესაქმნელად დიდი თანხები იყო საჭირო და მან საგანგებოდ დაარსა ქალაქი ალავერდი და აქ დაასახლა ბერძენი ოსტატები, რომელიც მეტალურგიის ოსტატები იყვნენ და მათ გამოქონდათ მადანი. ახლა ყოველი ესე იგი 1 ფუტ 16 კილო ვერცხლში გამოდიოდა 1 კილო ოქრო, ანუ ძალზე მდიდარი საბადოები იყო, ძალზე მდიდარი და დიდი შეღავათები მისცა. ერეკლემ ჩამასხვინა ძალზე მასიური ბარძიმი და შეწირა სვეტიცხოველს. დაღესტანი იყო, რა თქმა უნდა, მტერი ქართლ-კახეთის სამეფოსი, ერთ-ერთი მეთაური შემოიჭრა და მაღაროები დაარბია. და შემდეგ აღამახმათქანა საერთოდ ბოლო მოუღო ამ მაღაროებს, ასე რომ ერეკლე დარჩა დიდი შემოსავლის გარეშე. ძელი ჭეშმარიტი. ყურადღებას იპყრობს ბამბაკის წყლისა და დებედეს შესაყარის სამხრეთით მდებარე მონასტერი სომხური სახელით ხნევანქი. მას ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს ძელი ჭეშმარიტის სახელით. სავანე იყო ტაშირის უმნიშვნელოვანესი დიოფიზიტური ცენტრი. გიორგი ჩუბინაშვილმა ტაძარი დაათარიღა მერვე მეცხრე საუკუნეებით. მონასტერში ქართველმა მეცნიერებმა გამოავლინეს 14 ქართული ლაპიდარული წარწერა. ეკლესიის გუმბათის ყელის ზედა ნაწილის შემოყოლებაზე ამოკვეთილია ივანე ამირსპასალარის ძის სუმბატის 1156 წლის სამშენებლო წარწერა. მე-11 საუკუნის დასაწყისში ლორეს მახლობლად არსდება ძელი ჭეშმარიტის საეპისკოპოსო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტაშիր ზორაგეტის სომხური სამეფოს დროსაც ტაშირი კვლავ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშია. მე-10 საუკუნეში აქ შეიქმნა სომხური სამეფო შეიქმნა, სომეხ ბაგრატიონთა განშტოება კვირიკიანებისა ედგა ამას სათავეში, აი მაშინ ქვია სწორედ ეს ვრაცდაშტ მაშინ უწოდებენ. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, დიდხანს რა ვიცი ხარ, ამ საუკუნე ნახევარი. მაგრამ აი ამ პერიოდში ამ ტერიტორიაზე შენდება ქართული ეკლესიები და ქართული წარწერები ამ ეკლესიებზე. ტაშիր ზორაკეთის კვირიკიანთა სამეფო მიარსება სულ რაღაც საუკუნე ნახევარი. ბაგრატ მეოთხემ სომეხთა მეფე კვირიკეს წაართვა სამშვილდე. ამის შემდეგ ქართლის მეფეს მონებდეს სომეხნი, წერს მემატიანე. ტაშիր ზორაგეტის სამეფოს მეფე იყო სომეხ კვირიკიანთა წარმომადგენელი დავით უმიწაწყურო, ანუ ახოღინი, როგორც მას სომხები ეძახდნენ, იგივე ზორაკერტელი და მის დროსაც შენდება სწორედ ვანანავანქის ეკლესია, შენდება შაჰნაზარის ეკლესია. 1025 წელს ძალიან საინტერესო ეკლესია თავისთავად. წარწერა არის საკმაოდ ვრცელი ამ შაჰნაზარის ეკლესიაზე და წერია იქ რომ 4 ძმანი ძნელა იზძენი ჩვენ კაცთა შორის უნარჩევესმანო ასე უწოდებენ ისინი თავისთავად. ავაშენეთ ეს ეკლესიაო. ახპატი. სანაინი. დებედეს ხეობაში ასევე იყო სომხური მონოფიზიტური მონასტრები, ახპატი და სანაინი. ეს მონასტრები იყო სომხური სამეფოს მთავარი სასულიერო ცენტრები. როგორც ჩანს, ნახე, უფრო ეს ხო ტაძარი მე-10 საუკუნიდან მას უფრო ძველი ისტორია აქვს. აი ამ კედლის შიგნით უფრო ძველი სვეტის ბაზისები იკვეთება აქ. ქართული ორნამენტი. რასასაბურს ბატონიშვილი, ხო? მე-18 საუკუნის გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი ქართლის აღწერისას წერს, რომ ახპატისა და სანაინის საეპისკოპოსო გუმბათოვანი ეკლესიები ქართველი მეფეების მიერ იყო აშენებული. ხოლო არს ახპატი და სანაინი მეფეთა ქართველთა აღშენებული. ეკლესიანი გუმბათიანი, კეთილნაშენი, საეპისკოპოსო, გარდა აქ სხედან სომეხნი, არამედ მეფე ქართლისა დასვამს ეპისკოპოსსა. ვახუშტი ბატონიშვილი აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვიან შუა საუკუნეებში ქართლის სამეფოს მთელი სომხური მოსახლეობის მწყემს ეპისკოპოსს ქართლის მეფე ამტკიცებდა.
ეს ტიმპანის ქვაზე არსებული რელიეფი, მარყუჟისებური ხვიები, აი ეს წრიული დაგლოება, ზუსტად ასეთი ტიმპანის ქვის გაფორმება ფიქსირდება მაღალმთიან აჭარაში, თხილვანის მონასტრის ტიმპანის ქვაზე, რომელზედაც წარწერა არის აბუსერიძე ტბელის დის ვანენის აღდგენილი. 1024 წლიდან დავით აღმაშენებლის მიერ სომხეთის განთავისუფლების შემდეგ ლორეტაშირის სომხური მონასტრები საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. სანაინსა და ახპატში ქართველი მეფეებისადმი მიძღვნილი არაერთი საინტერესო წარწერაა. ახბატის მონასტრის სომხური წარწერა დავით აღმაშენებელზე, მე-13 საუკუნე. თვითმპყრობელი, მძლე და კეთილმსახური მეფე დავითის დროს გიორგის ძისა ბაგრატისა, რომელმაც დაიპყრო მხარენი და ნათესავნი, იყო მზრუნველი ახბატისა და სანაჰინისა. ახბატი აოხრების სიბნელისაგან გაათავისუფლა და შესწირა ამ წმინდა ეკლესიას ვენახი, სოფელი, ყოველივე მიწითა და სანახებითა. მე-13 საუკუნეში ახბატში კვეთენ ქართულ წარწერებს. ამავე საუკუნისაა მხატვრობის ნაშთებიც. მონასტერი საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა ქალკედონიანთა ხელში. ქართული ტაძრის გარე ფასადის ქართული ორნამენტებით დამშვენებული კედლის რელიეფი დაზიანებულია და დაფარულია გვიანდელი აქაური ადგილობრივი საზოგადოების მიერ მიდგმული აი ამ ეკვდერით, როგორც ჩანს, ან რაღაც სამარხის სივრცეა, რომელმაც საერთოდ გადაფარა ძველი ქართული ტაძრის რელიეფი, რომელიც ტაოპარჯულ ხასიათს ატარებს და რომლის მსგავსი ორნამენტებიც მაღალმთიან აჭარაში თხილვანის ტიმპანის ქვის რელიეფში გვხდება. ოძუნი. ციხე-ქალაქ ლორესთან ახლოს შემორჩენილია ოძუნის მერვე საუკუნის ცენტრალურ გუმბათოვანი ტაძარი, აგებული იოანე ოძუნელის მიერ. ოძუნი ადრე ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ტაშირის ცენტრს, ხოლო მე-11 საუკუნეში ლორის ციხის აგების შემდეგ ტაშირის ცენტრი ხდება ლორე. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში ეს მხარე ხშირად ლორედ იწოდებოდა. ტაშირზე აქ გადიოდა სავაჭრო საქარავნო გზები. ქობაირი. ქობაირის მონასტერი მდებარეობს ქალაქ ალავერდიდან სამხრეთით 20 კილომეტრში მდინარე დებედეს მარცხენა ნაპირზე. მთის მცირე პლატოზე. მცხეთის ჯვრის დარად, აქაც ტაძარი დგას ზედ კლდის კონცხზე. მთავარი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აიგო მე-13 საუკუნის შუახანებში. ქობაირის მონასტერში მისასვლელი უძველესი გზა ბილიკი, მოკლე ბილიკი, ზოგადად ქობაირის ორი მისასვლელი აქვს, ერთი ეს და მეორე გრძელი გზა არსებობს, მაგრამ ეს არის ყველაზე მოკლე გზა. ქობაირის მონასტერში არის ზაქარია ხარგრძელის საგვარეულო საფლავი, მისი მეუღლე სწორედ მან ქობაირის მონასტერშია დასაფლავებული. ქართველმა მეცნიერებმა თემო ჯოჯუამ და გიორგი გაგოშიძემ ტაძარში აღმოაჩინეს 34 ქართული ლაპიდარული წარწერა. მათ შორისაა მთავარი ტაძრის კარის იატაკში საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ეპიტაფია, საიდანაც ირკვევა, რომ ქობაირის მონასტრის მაშენებელია სამცხის უძველესი ფეოდალური სახლის, ლაკლაკთა საგვარეოს წევრი ხვაშაკ ლაკლაკი. მეუღლე შანშე პირველი მხარგრძელისა, დედა ამირ სპასალარ ზაქარია მესამის. ეს დიდებული ტაძარი თითქმის დანგრეულია. გადარჩენილია საკურთხევლის ნაწილი, კონქი. კონქში შემორჩენილი მხატვრობა მე-13 საუკუნისაა. ამჟამად კედლის მხატვრობის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, რადგან ტაძრის ძირითადი ნაწილი გადახურის გარეშე დგას საუკუნეებია. როგორც ხედავთ, კონქში იყო გამოსახული საყდარზე მჯდომი ღვთისმშობელი. მასთან ერთად თავისთავად და აქ მასთან ერთად არიან ანგელოზებიც. კონქის ქვემოთ წარმოდგენილია ზიარების კომპოზიცია. სცენის ორი ნაწილია, პორითა და ღვიერინით ზიარება, დიდი ზომის ტრაპეზია წარმოდგენილი, რომელზედაც ბარძიმ ფეშხუმი და სახარებაა დაბრძანებული, ხოლო ტრაპეზის უკან მაცხოვრის მკერდამდე მოცემული დიდი ზომის ძალზე შთამბეჭდავი მეტყველი ფიგურა. ამრიგად მხატვარმა შემოგთავაზა დამოუკიდებელი კომპოზიციების სახით წარმოდგენილი ზიარების ნიმუში. უცხოეთის ქართული სასულიერო კერებიდან პეტრიწონის ქართულთა სავანის საძვალე ეკლესიის საკურთხეველში უკვე მე-11 საუკუნეში არსებობდა ფრესკა მოციქულთა ზიარება.
დამოუკიდებელი კომპოზიციების სახით. ხატრობა უბრწყინვალესია და ეკუთვნის ხატმწერს იოანე ივერიელს. მაცხოვრის გამოსახულება, როგორც მანდილიონი, ისე იკითხება. ხელთუქმნელი ხატის სახე აქვს, როგორც ანჩის ხატის მაცხოვარს. ქვედა რეგისტრში 3 სარკმელსა და 2 ნიმუშს შორის არსებულ არეებზე გამოსახული იყო მღვდელმთავართა 8 ფიგურა. დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ 7. თეჟარიუიქი. სოფელ მეღარძორთან 900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს თეჟარიუიქის ბაზილიკის ტიპის ეკლესია. თეჟარიუიქის ძველი სახელია თაიო ჩაროხი. ეს გრანდიოზული, ძალიან ლამაზი ბაზილიკური ტაძარი არის ერთნავიანი. მე-12 საუკუნეში აგებული, კონკრეტულად წყაროებში ცნობილია მშენებლობის თარიღი 1196 წელი. მშენებელი არის ივანე მხარგრძელი. თექსით შემოვდივართ ძირითად დარბაზში. კარგად ჩანს, რომ ტაძარი თავის დროზე მოხატული იყო. ქართული რომა იმაში ჩანს, რომ როგორი დაბალი ამბიონია. ცეცხლის კვალია, როგორც ჩანს, ან საგანგებოდ გამოიწვა აქ მხატვრობა. ცეცხლის მური ნიშებში კარგად ჩანს. ძალიან გავს სხალთის სპეციფიკას მხატვრობას. ზუსტად ასეთი ერთნავიანია, ზუსტად ასეთი რელიეფური თაღოვანი გაფორმება. სამხრეთი შესასვლელი ნართექს შესასვლელ კარიბჭის თავზე აქვს 2 რელიეფური კოპი და არწივის გამოსახულება. ეს ფიგურები ძალიან ახლოს დგას ტაოკლარჯულ რელიეფურ დეკორთან და კონკრეტულად ხახულის რელიეფურ გაფორმებასთან. აი ამ ტაძრის ძალიან საინტერესო დეტალია სახურავის ქვედა რეგისტრში ტაძრის მთელ სიგრძეზე სამხრეთ მკლავში დიდი ზომის ასომთავრული ასოებით გამოყვანილი წარწერა, რომელიც ქაურობის ქართულ ხასიათს ამტკიცებს. ავანი 591 წელს ავანში ქართული წარმომავლობის კათალიკოსმა იოვანე ბაგავანელმა დაარსა ქართული საკათალიკოსო ცენტრი. 610 წელს იოანეს გარდაცვალების შემდეგ მალევე სომხურმა ეკლესიამ გააუქმა ავანის, ანუ იბერთა საკათალიკოსო. ავანი არის ერევანთან ახლოს. ავანში იყო მართლმადიდებელი კათალიკოსი იოანე, რომელიც იყო სომხური ეკლესიაგან განშორებული და ესე იგი ბიზანტია უჭერდა მას მხარს და რომ ესე განეცხადებინა, რომ ესე იგი ის არის ქალკედონიტი, ამისას მას დაჭირდა რა ქალკედონიტობის ნიშანი, სიმბოლო, გარეგნული სიმბოლო იყო მცხეთის ჯვარი. გინდა საქართველოში, გინდა დასავლეთ საქართველოში, გინდა კახეთში, გინდა თქვა ჩრდილო სომხეთში, სადაც კი ქალკედონიტები წირავდნენ. ესე იგი ყველანი იღებდნენ მცხეთის ჯვრის ტაძრის ასლს. მცხეთის ჯვარი თქვენ გახსოვთ, ესა დიდი ტეტრაკონქი, სწორედ ასეთი ტიპის არქიტექტურით აშენებდნენ თავიანთ ტაძრებს. ეს ნიშნავდა იმას, რომ გარედან რომ შეხედავდა ადამიანი, რომ ეს არის ქალკედონიტების, არა მონოფიზიტების, არამედ მართლმადიდებლების ეკლესია არის. მირიან მეფის დროს და ვახტანგ გორგასლის დროს, მაშინ ეს პრობლემა არ იდგა. პრობლემა დადგა მე-6 საუკუნის მერე, როცა ქართლის სამეფო დაიშალა და სპარსეთმა შეძლო იბერიის თავის გავლენის სფეროში მოქცევა. სპარსეთი ხარს უჭერდა მონოფიზიტებას, ანუ სომხურ ეკლესიას, დევნიდა ვისა ქალკედონიტურ ეკლესიას. არაბობის დროს არაბებმაც იგივე პოლიტიკა გააგრძელეს. რატო? ბიზანტიის გამო ეს იგი მართლმადიდებლებს დევნიდა ყველგან. მართლმადიდებლები ვიყავით ჩვენ, ანუ დევნიდა ჩვენს ეკლესიას. მაგრამ ანტიბიზანტიური იყო სომხური, ანუ მონოფიზიტური ეკლესია, ანტიბიზანტიურად იყო განწყობილი. ამიტომაც არ დევნიდა პირიქით აძლევდა სიგელები. თქვა სინასთის მონასტერში ვიყავე მე და მაჩვენეს მუხამედის ხელწერილი სომეხი კათალიკოსის მიმართ. ჩემი ჯარს უკრძალა რომ მოახდინოს სომხების დევნა. ასე რომ არაბები სომხურ ეკლესიას არ დევნიდნენ, დევნიდნენ ქართულ ეკლესიას და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს სასტიკად დევნიდნენ. ამის გამოც ქართველები რა თქმა უნდა იღებდნენ რას? იმ რჯულს ქრისტიანობაში, რომელიც უფრო ახლოს იყო. ანუ სომხურ სარწმუნოებას, ანუ მონოფიზიტებას, ანუ ქართველები მასიურად სომხდებოდნენ. არქიტექტურული ხასიათით იგი ძალიან ახლოს დგას მცხეთის ჯვრის ტიპის არქიტექტურასთან. მე-6-ეს ბოლოს და მე-7-ეს დასაწყისში ერისმთავარი სტეფანოზი აშენებს მცხეთის ჯვარს. ჯერ თავდაპირველად აიგო მე-6 საუკუნეში ერისმთავარმა გუარამმა მცირე მცხეთის ჯვრის ტაძარი, რომელიც წმინდა ნინოს დროინდელი ჯვრის გვერდით დაიდგა და შემდეგ უკვე მისმა მემკვიდრემ სტეფანოზმა მცხეთის ჯვრის ტაძარი წმინდა ნინოს დროინდელ ჯვარს დაადგა ზემოდან. აბანი არის გამეორება მცხეთის ჯვრის, სადარა პირიქით, როგორც ახლა ჩვენი საბჭოთა ისტორიკოსები ამბობენ.
ანუ ავანმა გაიმეორა მცხეთის ჯვარი. ჯვარი აკურთხა კირიონ კათალიკოსმა. ჩვენ ყავდა უდიდესი კათალიკოსი კირიონი, რომელიც ესე იგი მე-6 საუკუნის ბოლოს და მე-7 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა, მანაც აშკარად გაბედა, ეს იყო სპარსეთის იმპერიისთვის გაღიზიანება, რომ არის ქალკედონიტი. კირიონი, ესე იგი მიჩნეული იყო სომხეთში როგორც უდიდესი მწვალებელი, უდიდესი მოღალატე, რომ განუდგა სომხური თითქოს სწორ მართლმადიდებლად, ესე იგი მეანჩინა თავიანთი თავი მართლმადიდებლად, ანუ მონოფიზიტები იყვნენ და ესე იგი რომ განუდგა თითქოს სწორ სარწმუნოებას და მეაჩნდათ უდიდეს მწვალებლად კირიონი. დანარჩენ მოსახლეობას ეს იყო ზოგიერთი ქართული ეთნიკურად ქართული მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობდა იმ არეალებში, სადაც ავანი არის, სწორედ ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა, ეს იყო ქალკედონიტები იყო, მათთვის აიგო ეს ავანის მართლმადიდებელი ტაძარი, აიგო ქართველებისთვის, ოღონდ ქალკედონიტი ქართველებისთვის. კირიონი, ესე იგი აბრაამ სომეხთა კათალიკოსმა, ესე იგი დააწყევლა და აუგზალა ესე იგი სომხურ მოსახლეობას მონოფიზიტებს აუგზალა, აღარ მიხვდეთ ცალოცავად მცხეთის ჯვარში და მანგლისის აი ამ ტაძარში სიონში. ესეც მართლმადიდებლობის უდიდესი ცენტრი იყო მე-6 საუკუნეში და მე-7 საუკუნის დასაწყისში. ეს არის ეპისტოლეთა წიგნში დაწერილი არის, როცა ჩვენ გვქონდა დიდი სახელმწიფო მირიან მეფის დროს და ვახტანგ გორგასლის დროს, მაშინ ეს პრობლემა არ იდგა. პრობლემა დადგა მე-6 საუკუნის მერე, როცა ქართლის სამეფო დაიშალა და სპარსეთმა შეძლო, ესე იგი, იბერიის თავის გავლენის სფეროში მოქცევა იბერიისა. და ასე იბრძოდა ლაზიკისთვის, სპარსეთი და ბიზანტია. ლაზიკისთვის იყო დიდი ბრძოლები. აი მე-6 საუკუნის შემდეგ მე-7 საუკუნეში განსაკუთრებით შეიცვალა მდგომარეობა. ქვეყანა, ანუ ის სადაც რასაც ქვია ლორე ტაშირი, სადაც ახლა დღეს ერევანია და სომხეთია, ეს იყო გუგარქი, რომელიც იყო ქართველების ქვეყანა, ისტორიული ქართველების ქვეყანა იყო. ქართლოსის აგებული ციხესიმაგრეები იდგნენ იქ, გეონი ხუნანი და კიდე სხვა და მოხდა ქართველების გასომხება, ანუ არმენიზაცია. მასობრივად ჩვენ ქართველებს ვეძახით მარტო აქ რო ცხოვრობს საქართველოში, მაგრამ ქართველები ცხოვრობდნენ დღევანდელი თურქეთის შუა ნაწილში, უდიდეს ნაწილში. და უამრავი კიდევ თქვათ ბასიანი, კარინი და უამრავი ოლქები არის, ქართული ოლქები. არზრუმიდან მოყოლებული ვანის ტბამდე ეს იყო სულ ქართული მოსახლეობა. დავით კურაპალატის სახელმწიფოში შედიოდა უზარმაზარი ტერიტორია არზრუმიდან ვანის ტბამდე, ეს იყო ქართველთა ქვეყანა. ზვართნოცი. ჩვენ ვიმყოფებით ზვართნოცის ულამაზეს ტაძარში, რომელიც არქიტექტურული გეგმის მიხედვით არის ბანას სტილი. აქ არის ტაძრის წრიული ფორმა, რომელიც წრიულ ნართექშია ჩართული და უზარმაზარი წრიული ტაძრის კომპლექსი არის მოქცეული ულამაზეს გარშემოსასვლელ ნართექში. შიდა სივრცეში თქვენ ხედავთ ულამაზეს სვეტებს, რომელსაც აქვს იონური, აი ანტიკური გავლენით მარყუჟისებური დაბოლოებები, სვეტის დაბოლოება, რომელიც იმეორებს ანიშში არსებულ ბანას ტიპის სვეტის თავებს. ერთი ხასიათია და ერთი ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი არქიტექტურული თვისებები, რომელიც აი ამ რელიეფურ გაფორმებას ძალიან უხდება. განსხვავებას ვიტყვი იმას, რომ ბანას ტაძარში უფრო მეტია რელიეფური დეკორი, რადგანაც გარშემოსასვლელების სვეტებიც რელიეფებით არის გაფორმებული და როგორც ქართულ მართლმადიდებლურ ხუროთმოძღვრებას ახასიათებს, უფრო მეტი რელიეფური დეკორი გვაქვს, ვიდრე ზვართნოცში და ვიდრე ანისის ბანას ტიპის ნაგებობაში. აქ არის დასავლეთიდან შემოსასვლელი კარი, ასევე სამხრეთიდან შემოსასვლელი კარი და ჩრდილოეთიდან შემოვდივართ წრიულ დარბაზში. გვხდება წმინდა გრიგოლ განმანათლებლის წმინდა ნაწილების სამყოფი ადგილი, რომელიც აქედან შემდეგ ეჩმიაძინში გადაასვენეს. ნერსე ისხლელი იყო ეთნიკური ქართველი ტაოელი, რომელიც იყო სომხეთის პატრიარქი. კი, ზვართნოცის ააშენა. იშხანი ააშენა. იშხანზე სომხებმა გააშენა. ეთნიკურმა ტაოელმა ააშენა, ეთნიკურმა ქართველმა ტაოელმა ააშენა, რომელიც სომხური ეკლესიის იურისდიქციაში. ნერსე მესამე იშხნელი სომხებმა ჩამოაგდეს საკათალიკოსო ტახტიდან, რადგანაც იგი იყო ქალკედონიტი, ანუ მართლმადიდებელი. ნერსემ თავი შეაფარა ტაოს, სადაც თავის მშობლიურ სოფელ იშხანში ააგო ტაძარი. იგი მალევე დაინგრა მურვანყრუს ლაშქრობების შედეგად. ტაძარი ხელმეორე დააგო გრიგოლ ხანძთელის მოწაფე საბა იშხნელმა. სომხური ეკლესია ძალზე ძლიერი იყო, მაგრამ ესე იგი მასში გამოჩნდა ერთი ფრთა, რომელიც ამბობდა ეპისკოპოსების რაღაც ნაწილი, რომ ჩვენ ვართ ქალკედონიტები.
და ვინ იყვნენ ეს ქალკედონიტები ეთნიკურად? ესენი იყვნენ ქართველები, ანუ სომხური ეკლესიის წიაღში არსებობდა ქართული ფრთა, სომხური ეკლესია, ანუ სომხურად ჰქონდა წიროლოცვა, მაგრამ ეს ეთნიკური ქართველები იყვნენ, როგორც ჩვენ. მე-19 საუკუნეში რუსულად ჰქონდა წიროლოცვა, მაგრამ ეთნიკური ქართველები ვიყავით. ხო ვიყავით? ხო იყო რუსული წიროლოცვა. მაგრამ ხო ვიყავით ეთნიკური ქართველები. ასევე იმ არეალში, რომელსაც მე ვლაპარაკობ, ცხოვრობდნენ ეთნიკური ქართველები, მართლმადიდებელი სარწმუნოებით, რომელიც იყო სომხური ეკლესიის იურისდიქციაში. მე-7-მე საუკუნეებში ავანისა და ზვარტნოცის მართლმადიდებლური ტაძრების მრევლი გახლდათ სომხეთის მკვიდრი იბერები. ტაოელი, ბასიანელი და თეოდოსიოპელი, ანუ კარნუ ქალაქის კარინის ქართველობა. არაქსის ხეობისა და ტაო-ბასიანის მომცველი მიწა-წყალი ქრისტეს შობამდე მე-4-მე საუკუნეში იწოდებოდა არიან ქართლად და ყოველთვის წარმოადგენდა ქართულთა ისტორიულ საცხოვრისს. სტრაბონის ცნობით, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნეში ისტორიული სამხრეთ საქართველოს ნაწილი მოექცა არმენიის სახელმწიფოში. გაქრისტიანების შემდეგ კი ქართველები აღმოჩნდნენ სომხურ ქალკედონიტურ ეკლესიაში. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოამზადეთ წიგნი, რომელსაც ეწოდება არიან ქართლი. თქვენ იცით, რომ ჩვენი მატიანეების მიხედვით არსებობდა დიდი ქართული ქვეყანა დღევანდელი საქართველოს სამხრეთით, რომელსაც ერქვა არიან ქართლი და მას მართავდნენ არიან ქართველთა მეფეები, ანუ არიან ქართველთა ქვეყანა ყოფილა ჩვენი, თქვათ, წინაპრების სამშობლო, როგორც ჰქონდა საქართველოსთან ერთად. ეს იყო ერთი ეთნიკური სივრცე, ერთი ნაციის ხალხის სივრცე, ქართველი ხალხის, ოღონ არიან ქართლში იყო ჩვენი სამეფო დინასტია იმჟამად, ანუ როდის ქრისტეს შობამდე მე-6 საუკუნეში, მე-5 საუკუნეში და ასე შემდგომ და მე არიან ქართველთა მეფის ძე ჩამოსულა მცხეთაში, ანუ ელიტამ გადმოინაცვალა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მცხეთაში და აზონი ყოფილა სწორედ არიან ქართველთა მეფის ძე. ეს იყო მთლიანად არიან ქართლი, დიახ, ეს არიან, რომელსაც უწოდებს სტრაბონი იბერთა ქვეყანას, რომელიც მე მიიტაცეს არმენიის მეფეებმა, არტაქსიამ და ზარიადრემ, ეს მოხდა ქრისტეს შობამდე მე-2 საუკუნეში და იმის მიტაცების მერე საქართველოს დაკარგა ესე იგი დიდი ტერიტორიები პარიადრეს ქედის, ანუ ტრაპიზონიდან მოყოლებული და ვანის ტბამდე ქართველთა ქვეყანა იყო დაბრუნებას, ესე იგი ცდილობდა ჯერ ფარნავაზი არის ქართლის ხორევაში, მე ვახტანგ გორგასლის ლაშქრობა თუ გახსოვთ ერზრუმიდან, ანუ კარნუ ქალაქიდან სამხრეთით ვახტანგ გორგასალი, ჩვენი მეფეები, მე ბოლოს აქ ქართველთა სამეფო აღსდგა, ტაოს ქართველთა სამეფო აღსდგა, დავით ყურაბალატი იყო აქაური მეფე, ეს იყო მე-10 საუკუნეში, მე აქ იყო იბერიის თემი და ეს იყო მე დავითის სახელმწიფო, თამარის სახელმწიფო, ვიდრე საქართველოს დაყოფამდე, დაშლამდე ეს იყო ქართული მიწა-წყალი. გეღარდი, კლდეში ნაკვეთი მონასტერი, მდებარეობს ერევნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კილომეტრში, აზატის ხეობაში. გადმოცემით, მონასტერი დააარსა წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია პატივს მიაგებს მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსს, სომხეთის განმანათლებელს და მას იხსენიებს 30 სექტემბერს. ლავრის მთავარი ტაძარი ააგეს საქართველოს სამეფო კარის მოხელეებმა ძმებმა ივანე და ზაქარიამ ხარგრძელებმა 1215 წელს, როცა სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ესე იგი სომხების სახელმწიფო ბოლოს გაუქმებული იქნა მე-11 საუკუნეში, ანესის სამეფო. მე-11 საუკუნეში სომხებს სახელმწიფო აღარ ქონიათ არასდროს. და ჩვენ კავკასიაში ერთადერთი ჩვენ ერი ვიყავით, რომელსაც ქართველი ერს ჰქონდა თავის სახელმწიფო. არც ერთ სხვა ხალხს კავკასიაში საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონდა მე-11 საუკუნის მერე. და ჩვენ სახელმწიფოში შედიოდა დღევანდელი სომხეთის და დღევანდელი თურქეთის ჩრდილო ნაწილის და დღევანდელი აზერბაიჯანის დიდი ნაწილი ჩვენ სახელმწიფოში შედიოდა. ჩვენ საზღვრებში შედიოდა. ქართველები ეწირებოდნენ მის დაცვას, ანუ დღევანდელ სომხეთს თუ მიწა-წყალს და დღევანდელ ჩრდილო თურქეთის მიწა-წყალს იცავდა ქართული სისხლი, ქართული ჯარი, ქართული მეფეები და ჩვენი მეფეები სწორედ იქ იღუპებოდნენ, თუ ნახავთ მატიანებს, სწორედ იქ იმ მომენტში იღუპებოდნენ. ეს იყო საქართველოს საზღვრების ძალიან შორს მოშორებით. ეს რო შედიოდა, ესე იგი, გურჯისტანში, ამით ისარგებლა რუსეთის იმპერიამ, როცა შეიერთა გურჯისტანი, როცა შეიერთა, ანუ საქართველოს როცა შეიერთა რუსეთმა,
იმ საბუთების მიხედვით ეგ მიწა ამბობდა რომ მიწაწყალი აი მე მეკუთვნი გურჯისას ეკუთვნოდა არაქსამდე მიწა ანუ არაქსამდე ეს ჩემი მიწაწყალია რუსეთი აცხადდა პრეტენზიას ამიტომ ის გადიოდა საბჭოთა კავშირის საზღვარი მე არაქსზე და აზერბაიჯანის საზღვარი დღეს გადის არაქსზე ეს იყო ყოველი გურჯისტანი ერეკლეს ექვემდებარებოდა ერევნის სახანო და განჯის სახანო ორი სახანო ექვემდებარებოდა ერეკლეს ლორე ტაშირის ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში იყო მოიაზრებოდა ეს თვითონ რუსეთის იმპერიის დროს და მერე როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა გენერალმა კვინიტაძემ იარაღის ძალით შეინარჩუნა ეს ტერიტორია. მაგრამ იქ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენები განვითარდა, ინგლისელები ჩაერიან ამაში, ეს ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა ლორეს ზონა მაშინ 18-21 წლებში და მერე ბოლშევიკები რომ მოვიდნენ, როგორც ეს ზაქათალას ოკრუგი გააჩუქა სერგო ორჯონიკიძემ, შესაძლოა შეუთვალა პავლე ინგოროღვას, ეგ თუ ბევრს ილაპარაკებს საზღვარს საერთოდ თბილისთან გაუულებო ესე ვთქვა. ისე ესეც დაუთმეს სომხებს პირდაპირ ულაპარაკოთ. აი ლორე ტაშირი და დმანისი ეს იყო ერთიანი სამხედრო ადმინისტრაციული ერთეული იყო და ეკლესიურადაც ერთი ეპარქია იყო. 2003 წელს ჩვენი პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით და სინოდის გადაწყვეტილებით აღდგა დმანის ლორე ტაშირის ეპარქია. 2003 წელს შეიქმნა დმანისის ეპარქია. 2005 წლიდან დაემატა აგარაკ ტაშირის მხარე დღევანდელ სომხეთში. დმანისისა და აგარაკ ტაშირის ეპარქიას მართავს მიტროპოლიტი ზენონი იარაჯული. როცა სომხებს უჭირდათ მე-11 საუკუნის მერე არ ქონდათ სახელმწიფო სომხებს როცა უჭირდათ სომხებს საქართველოს სახელმწიფო იფარავდა ყოველ საუკუნეში მე-12-ში მე-13-ში მე-14-ში მე-15-ში მე-16-ში მუდამ და მე-20 საუკუნეში უამრავი ტოლვილი შემოვიდა საქართველოს დიდი სომხური ტალღა და უმასპინძლეთ ჩავარცვით დავახურეთ და სახლები მივეცით ქართული სახელმწიფო ყოველთვის უარს ამბობდა სხვათა დაპყრობაზე რადგან ქართულ მეფეთა პოლიტიკა დაფუძნებული იყო ქრისტიანულ მცნებებზე მაშინ, როდესაც მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქრისტიანული თუ არაქრისტიანული სახელმწიფო უძველესი დროიდან დღემდე ამაყობს იმით, თუ რამდენი ქვეყანა დაიპყრო, დაანგრია და მოსპო. მანგლელი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. მე დავითორი, მაგრამ დედის მხრიდან ბათუაშვილები. ხარდა უკვე პერიოდში. დიახ. ისეთი კარგი ვიცი. ერთხელ. რატო ნაცი ხო იქ არის გათხოვილი შენი ერთ-ერთი დიები, ქართულს გამო პერიოდი ქართულს გამო. და გაბახარა, ქართველი მითხრა, იმიტომ რომ არ გაფესხოს მეთქი და დღემდე ასე მეგობრობ. და ყველა წამო ფევსთა მათგან ოქროანთა შემკული ხარ შენ ქალწულო იაკინთე ძოწეული სამოსლად გააქვს ღვთის მშობელო ლამპრითამით ბრწყინვალითა მიგეგებით დედოფალო ითხოვე შენ მოტევებაი ბრალთა ჩვენთაი დიდებულ პატიოსან და წმიდა არ სახლი შენი სანადრელო ეკლესიაი ბეთლემისაი ცათა მსგავს არ სუბიძო ბუნებათა შემოქმედი ვიცანთ შენგან oi ბეთლემო ემსგავსე შენ სამყაროთა ზეცისად oi წმიდაო თაყვანისცემთ ქვაბსა მაგას დიდებულსა oi უხრწნელო ლოცვა ჩვენი შეიწირე ბაგასა მას მწოლარეო ეც მოსავთა შენთა პოვნაი წყალობისა ისახიერო მადლი შენი მფარველ მეყავნე უღირსა მოწყალეო ისმინე დღეს თხოვაი ჩემი ცოდვილისაი წყალობელო სწორედ სამხრეთ კავკასია წარმოადგენს ქართველი ხალხის სამშობლოსაც და უძველეს სამშობლოსაც.